უფლება და თავისუფლება. მოგესალმებით, ეს გახლავთ გადაცემა უფლება და თავისუფლება. მე ვარ მედეა იმერლიშვილი. წარმოგიდგენთ ამ გადაცემას. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქალთა მიმართ ძალადობაზე. ეს იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა. მე მინდა შევახსენო ჩვენს მსმენელს, რომ 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მთელ მსოფლიოში ტარდება 16 დღიანი საინფორმაციო კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს საქართველოშიც არაერთი ღონისძიება გაიმართა, ისევე როგორც ამ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში. დღეს ჩვენთან სტუდიაში იმყოფებიან ადამიანები, რომელთა ორგანიზაციებმაც ასევე მიიღეს მონაწილეობა ამ კამპანიის ფარგლებში და გამართეს სხვადასხვა სახის ღონისძიება. წარმოგიდგენთ ჩვენს სტუმრებს: ლაშა ჯინჯიხაძე, გახლავთ ადამიანით ვაჭრობის, ტრაფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოადგილე, სალომე ნამიჭიშვილი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი და მარიამ წერეთელი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს, რომ მოვიდნენ ჩვენთან სასაუბროდ. 240-90-12-240-91-92 არის ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრები. და ჩემი პირველი შეკითხვა ასეთი იქნება: როდესაც ვსაუბრობთ ქალთა მიმართ ძალადობაზე, რა არის თქვენი აზრით მთავარი პრობლემა? ეს არის ეფექტიანი პოლიტიკის არარსებობა ჩვენს ქვეყანაში, არასაკმარისი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, სახელმწიფოს ორგანოების მხრიდან, თუ საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონე. დავიწყოთ. მოდით თქვენგან დავიწყოთ და შემდეგ აქეთ. სიამოვნებით. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მსმენელს. როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს ორი კვირის განმავლობაში არის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მისული კამპანია, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად ჩვენი ფონდიც შეუერთა და მე ახლა მოვდივარ, სადაც გქონდა ქუჩის აქცია, მოვხატეთ კედელი და შევეცადეთ, რომ მეტი ყურადღება მიგვექცია საზოგადოების და სხვა დღეებში შევეცდებით, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი ჯამში, ასე ვთქვათ, პერიოდულად კეთდება და არა კონკრეტულად ახლა ამ კონკრეტულ დღეს. ამიტომ მე თქვენს კითხვას ესე გავცემდი პასუხს, რომ ჩემის და ჩვენის მოსაზრებით საზოგადოების ცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პრობლემატიკაში. იმიტომ რომ საზოგადოება გააცნობიეროს, რომ ეს არ არის კერძო პრივატული პრობლემა, მხოლოდ არამედ ეს არის ზოგადად ჩვენი საზოგადოების პრობლემა. არა მარტო ჩვენი, არამედ სოფლიოში, ჯამში ოჯახის ძალადობა და ძალადობა ზოგადად არ არის მარტო საქართველოში პრობლემური საკითხი. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას, მინდა გითხრათ, რომ ყოველი მომდევნო წელი, ყოველ შემთხვევაში, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, არის უფრო, ასე ვთქვათ, მეტი წინ გადადგმული ნაბიჯი. თუ ვთქვათ, გასულ წელს რაღაც, ვთქვათ, გვინდოდა რომ უკეთ ყოფილიყო, წელს უკეთსად არის. ეს შეგვიძლია თუნდაც სტატისტიკას გადავხედოთ, იგივე მაგალითად შეგვიძლია მოვიტანოთ თუნდაც შინაგან სამინისტრო სტატისტიკა, ოფიციალური სტატისტიკა, სადაც თუ დავაკვირდებით, ჩვენ ვხედავთ, რომ თქვათ სამჯერ არის გაზრდილი ზოგიერთ წელთან მიმართებაში, იგივე თუნდაც შემაკავებელი ორდერების რაოდენობა. რაც ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ შინაგან სამინისტროდანაც მხრიდან ხდება უფრო მეტი რეაგირება. ანუ მიმართვიანობაც გაზრდილია. დიახ, შესაბამისად მიმართვიანობაც გაზრდილია. ასევე თუ თვალს გადავავლებთ ჩვენ სტატისტიკას, ანუ ჩვენთანაც მომართვიანობა ასე ვთქვათ ყოველ წელს არის მზარდი. ანუ იმ ადამიანების რიცხვი, ვინაც ისარგებლა სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული სერვისებით. ანუ ამით იმის კმამინდა, რომ საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, უფრო მეტი ცნობიერება, ასე ვთქვათ, უფრო მეტად გაზრდილი არის, უფრო მეტი ყურადღება ექცევა ამ პრობლემას. და საზოგადოებაც შესაბამისად ალბათ უფრო მგრძნობიარად ხდება, ხომ, აი ესეთი თემების მიმართ. დიახ, განსაკუთრებით როდესაც ესმის ეს ტელევიზიის მეშვეობით, რადიოს მეშვეობით, ქუჩაში სხვადასხვა
თქვათ საცნობარო მასალას აწვდიან მას, იღებს სხვა ღონისძიებაში მონაწილეობას, თუნდაც ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე რიგ შემთხვევაში, როცა ხორციელდება ასეთ კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები, ეს ყველაფერი არის განსაკუთრებით კიდევ ახალგაზრდებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ რა არის ძალადობა, რა არის ქალთა მიმართ ძალადობა, რა არის გენდერული ძალადობა და შესაბამისად რა სერვისები და რა უფლებები არსებობს ამ ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლაშა. სალომე, თქვენთან მექნება ახლა შეკითხვა. ამ 16-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ალბათ ეს არის სწორედ ხომ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება აი ამ საკითხების მიმართ, იმის მიმართ თუ რას ნიშნავს გენდერული ძალადობა. კი ბატონო, მადლობა პირველ რიგში მედია მოწვევისთვის. თუ შეიძლება მიკროფონი ახლოს მადლობა მოწვევისთვის. კიდევ უფრო ახლოს. კიდევ ახლოს, კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე უბრალოდ მინდა გავაგრძელო ასევე ლოგიკურად, რაზეც ლაშა საუბრობდა და ის რომ საზოგადოების ცნობიერება, რა თქმა უნდა, არის სირთულე და ეს არა მარტო ჩვენი საზოგადოებისთვის, ზოგადად ქალი არის ერთ-ერთი მოწყვლად ჯგუფი და მხოლოდ მოკლედ ჩვენთვის არ არის ეს პრობლემა, მაგრამ ისეთ საზოგადოებაში, ანუ პატრიარქალურ საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, კიდევ და კიდევ უფრო მოწყვლადი და მოწყვლადი ხდება ქალი. მაგრამ მე მინდა ასევე ხაზი გაუსვა ერთ რამეს, რომ საზოგადოების ცნობიერების ცვლილება ასევე პირდაპირ კავშირში არის სახელმწიფოს რეაგირებასთან. ანუ ეს ორი რამ არ შეიძლება განვიხილოთ ცალ-ცალკე, როგორი რეაგირება აქვს სახელმწიფოს, ანუ როგორ აღიქვამს ამ საკითხს, რა მხარდაჭერას თავაზობს ქალს, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, ბუნებრივია პირდაპირ აისახება საზოგადოების ცნობიერებაზე და რა თქმა უნდა პირიქითაც საზოგადოება როდესაც აყენებს დღის წესრიგში რაღაც საკითხებს, შემდეგ თავისთავად ასევე სახელმწიფო იძულებულია რომ ადრე თუ გვიან ამ მოთხოვნას უპასუხოს. ახლა რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ კითხვას, მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ ბევრისთვის მაინც არ არის მე მგონი სრულად გათვითცნობიერებული რა არის როცა ჩვენ ვსაუბრობთ გენდერულ ძალადობაზე. ეს არის ძალიან ფართო და ბევრ რამეს მოიცავს ამ გენდერული ძალადობა, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, პატრიარქალურ საზოგადოებაში უფრო მეტად ამის მფლობელი ქალები არიან, თუმცა ალბათ უნდა აღვნიშნოთ, რომ მამაკაცებიც, ანუ კაციც შეიძლება გახდეს გენდერული ძალადობის მსხვერპლი. ეს არის როდესაც გენდერის ნიშნით ადამიანის შევიწროვება, მასზე ძალადობა, არა მხოლოდ რაღაც ფიზიკური, რა თქმა უნდა, მე მგონი ალბათ ესეც უნდა გავმარტოთ, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, იგულისხმება ფიზიკური ძალადობა, ემოციური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, შევიწროვება, მუქარა და მთავარი არის, როდესაც ეს ხდება გენდერის ნიშნით. ხო, ეს რაც ალბათ დიდი მადლობა სალომე. მარიამ, თქვენ ბრძანდებით ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სულ რამდენიმე დღის წინ თქვენმა ორგანიზაციამ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე დისკუსია გამართა, გენდერი და გენდერული ძალადობა. მე მაინტერესებს თქვენ როგორ მიგაჩნიათ ის ღონისძიებები, აი სალომემ ახსენა მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, ის ღონისძიებები, რასაც სახელმწიფო მიმართავს, გინდაც პრევენციის, გინდაც ძალადობის აღმოფხვის მიმართულებით, რამდენად არის საკმარისი? პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ჩვენი ორგანიზაცია ჩართულია ისევე როგორც ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ 16-დღიან კამპანიაში. ეს ღონისძიება, რომელიც თქვენ ახსენეთ, არის ერთ-ერთი იმ ღონისძიებათა ციკლიდან, რომელიც იმართება ამ კვირეულის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში. ერთ-ერთი მათ შორის იყო ეროვნული თავდაცვის აკადემიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტუდენტების და იუნკერების ნაშრომების პრეზენტაცია, რომელზეც ძალიან კარგად გამოჩნდა ის პრობლემები, რაც არსებობს თავდაცვის სექტორში, ის გენდერული სტერეოტიპები, რის გამოც რეალურად ძალადობა არ იწყება პირდაპირ ძალადობით, იწყება სტერეოტიპებით, იწყება არასწორი შეხედულებებით და დისკრიმინაციით, რის შედეგით საბოლოო ჯამში არის ძალადობა. ამიტომაც ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ცდილობს დაიწყოს მუშაობა სტერეოტიპებთან ბრძოლით და
შენ რაც არის საბოლოო ჯამში ძალადობის პრევენცია. აქედან გამომდინარე, თქვენ შეკითხვას დავუბრუნდები. Რა თქმა უნდა, ძალისხმევა, რომელსაც იჩენს სახელმწიფო, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდ გავლენას ახდენს ოჯახში ძალადობასთან და ზოგადად გენდერულ ძალადობასთან ბრძოლაში, მაგრამ რა თქმა უნდა, მუშაობის გაძლიერება ყოველთვის აუცილებელია და აუცილებელია ცნობიერების მიმართულებით მუშაობა. ამ კვირეულის პარალელში ჩვენმა ორგანიზაციამ გამოაცხადა საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სახის შემოქმედებით ნაშრომებს. დღეს საღამოს 5 საათზე ფაბრიკის ტერიტორიაზე მართავთ ღონისძიებას, იქნება ანიმაცია ბულინგის თემასთან დაკავშირებით და საჯარო ლექცია, ასე რომ მსმენელსაც ვეპატიჟებით და ძალიან დიდი სურვილი გვექნება თუ მოიცავს ფართო მასებს ის ანიმაცია, რომელიც იქნება ახალგაზრდა 15 წლის გოგონას მიერ დახატული ანიმაცია. გარდა ამისა, 12 დეკემბერს ასევე ფაბრიკაში მართავთ გამოფენას, რომელიც იქნება ასევე სტერეოტიპებზე და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული და ინსტალაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობა და პირველ რიგში ახალგაზრდებით რომ დავიწყოთ, როგორც წინა გამოსვლებმა აღნიშნეს. კეთილი, რა თქმა უნდა. ჩავერთო, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ, რამდენად ეფექტურია ის, რასაც ვთქვათ, სახელმწიფო აკეთებს ხო დღეს გენდერზე დაფუძნებულ ძალადობასთან დაკავშირებით, რაც მე ვიტყოდი, რომ მაინც ჯერჯერობით სახელმწიფოს ხედვა არ არის ისეთი, რაც ანუ სრულყოფილად ვერ აღიქვამს სახელმწიფო გენდერზე დაფუძნებული ძალადობის, ესე ვთქვათ, მიმართ პასუხისგებლობას. მე მგონი ჯობია რომ კაფიოთ ვთქვათ ის, რომ ძირითადად სახელმწიფო მაინც ორიენტირებული ოჯახში ძალადობაზე, რაც რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია. უბრალოდ ოჯახში განხორციელებული ძალადობა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის გენდერზე დაფუძნებული ძალადობის. აი, მინდა ვთქვა, რომ ჯერჯერობით სახელმწიფო ცდილობს, ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილებით, იმიტომ რომ მე ძირითადად ოჯახში ძალადობის თემებზე ვმუშაობ, სახელმწიფო ცდილობს რაღაც პასუხი უპოვოს ამ თემას, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით, ანუ ლაშემ როგორც თქვა, შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაცა ყოველ წელს ცოტა წინ მიდის სახელმწიფო, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფო აკეთებს საკმარისი და საჭირო რესურსის მობილიზებას იმისთვის, რომ თუ გინდა ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ეფექტური რეაგირება მოახერხოს და მით უმეტეს, ანუ გენდერზე დაფუძნებული ძალადობა ჯერ კიდე რაღაც აი შორეული პერსპექტივა არის. ხა რა ვსგულისხმობ შეიძლება თუ რა თქმა უნდა, ესე იგი, ოჯახში ძალადობა, აი მე რადგანაც სოციალური მუშაკი ვარ, ვიტყვი სოციალური მუშაობის გადმოსახედიდან, მისასალმებელია ლაშებ და დაგეთანხმებით და ვიზიარებ თქვენ სულისკვეთებას, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ სოციალური მუშაკები უკვე ჩაერთნენ ოჯახში ძალადობის საკითხების მოგვარებაში და აღკვეთაში და რეაგირებაში, ანუ ივლისში შევიდა კანონის ეს მუხლი ძალაში, რომელიც ავალდებულებს უკვე სახელმწიფო სოციალურ სამსახურს მოახდინოს რეაგირება და მე თვითონაც ვიყავი ჩართული მათ სწავლებაში, ანუ მოხდა მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედი სოციალური მუშაკების გადამზადება, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, პოზიტიურია, მეც მხარს უჭერ ამ პროცესებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. და აი ორ ასპექტზე გავამახვილებ ყურადღებას. ერთი ის, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს 250-მდე სოციალური მუშაკი, მოკეთ ყველა პლატფორმას ვიყენებ, რომ აი ამ სირთულეს ხაზი გაუსვა, ეს არ არის საკმარისი. მთელ საქართველოში არის 250 სოციალური მუშაკი მუშაობს 30-მდე მიმართულებით და ვინც იცის სოციალური სამსახურის სპეციფიკა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მსმენელიც ესე ვთქვათ გაიაზრებს იმ სამუშაო სირთულეს, რასაც ისინი ახორციელებენ, ანუ მოკეთ 30 მიმართულებით მუშაობა არის ნამდვილად ძალიან დიდი დატვირთვა მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ადამიანებისთვის და თან ის უნდა აღნიშნო, რომ 2012 წლიდან მათი ფუნქციები იზრდება და იზრდება. აი, ოჯახში ძალადობაც არის ერთ-ერთი ამის მაგალითი, რაც რა თქმა უნდა, კარგია და კიდევ ერთხელ ვიზიარებს სულისკვეთებას, რომ ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო აცნობიერებს სხვადასხვა სოციალურ ამოცანას, რაც უნდა გადაჭრას, მაგრამ სოციალური მუშაკების რაოდენობა 2012 წლიდან ერთითაც არ გაზრდილა. ესე იგი მეტი მხარდაჭერა სოციალურ კი ბატონო, ამ სისტემას და იმიტომ გჭირდება, რომ რეაგირება იყოს ხარისხიანი, რომ ამ ხალხმა შეძლოს ხარისხიანად მომსახურების გაწევა და კიდევ ერთი და შეგვიძლია შემდეგ განვავრცოთ ინტერსექტორული თანამშრომლობის მიმართულებით გვაქვს ბევრი სირთულე. ეს რას გულისხმობს? ეს გულისხმობს იმას, რომ ერთად ეფექტურად ვიმუშაოთ ჩვენ სოციალურ მუშაკებმა, პოლიციამ, ჯანდაცვის სამსახურმა, ზოგადად ძალადობაზე როცა ვლაპარაკობთ, ქალების მიმართ ძალადობაზე, ეს სამი მომსახურება ითვლება როგორც ფუნდამენტური, ანუ
საჭირო მომსახურება და მათ შორის თანამშრომლობა არის ერთად თუ კარგად არ ვიცით როგორ ვიმუშაოთ, ისე ვერ შევძლებთ, უფრო მეტად დავაზარალებთ სავარაუდო მსხვერპლს. მოდით ეს საკითხი, ამ საკითხს დავუბრუნდეთ ჩვენ მოგვიანებით. ძალიან დიდი მადლობა. სალომე, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთეთ და წამოჭერით საკითხები. სწორედ ამ თემაზე მინდოდა მე გადასვლა ახლა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია. და ჩვენ მსმენელი ყავს, მე თქვენთვის მინდოდა შეკითხვის დასმა. მოდით მოვუსმინოთ მსმენელს. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. მე ესეთი კითხვა მაქვს თქვენ სტუმრებთან. დიახ. გასაგებია ითქვა თქვენი სტუმრები ებრძვიან შედეგს. მაგრამ აი რასაკეთებენ მიზანთან მიმართებაში, რამე თუ არის მიზეზი უბრალოდ. მიზეზი არის ის, რომ არსებული მწვავე სოციალური სიტუაციიდან პრაქტიკულად მამაკაცს არ ყოფნის უგრძელობა, რომ რაღაცნაირად გადაიტანოს ის მოთხოვნები და ის კაპრიზები, რაც შეიძლება მომდინარეობდეს მისი მეუღლისაგან, ან ისგან, ან ნებისმიერი სიტუაციის შემთხვევაში მამაკაცის მხრიდან და ასევე ხელისუფლებასთან მიმართებაში, რასაკეთებ, რომ აი ეს სიტუაცია რაც შეიძლება მაქსიმალურად აღმოითქვას, იმიტომ რომ ჩვენ თუ ევროასოციაციების ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს და იქ თუ დაფიქსირდება, რომ ამ ძალადობის მთავარი გამოუწვევი მიზეზი არის მწვავე სოციალური სიტუაცია არსებული სახელმწიფოში, რომელიც არის დარღვეული ევროპული სტანდარტებიდან გამომდინარე, სადაც სახელმწიფოს მოხელე არ შეიძლება ორციფრა ნიშნით მეც იღებდეს ხელფას, ვიდრე პენსიონერს აქვს მაგალითად. და ეს უკვე პირდაპირ ხელისუფლებას ურტყავს, როგორც იტყვიან, როგორც უსუსურობაში და უსვინდისობაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვიუსკიდე შეუძლიათ სამსახურის მიღმა, შეუძლიათ ლექციები კითხვა, მეორე სამსახურის იქონიონ, მაგრამ მაინც არ თხოვენ იმ მრავალათასიან ხელფასებს და პრემიებს და დანამატებს. აი ამ შემთხვევაში რასაკეთებთ? მონიტორინგის სამსახური თუ არის, რაღაცნაირად აი ევროკავშირიდან, დემოკრატიული სამყაროს ქვეყნებიდან მოვახდინოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე აი ამ ტოტალურ სოციალურ უსამართლობაზე, რაზეც ევროპელებმა უარი თქვეს, როგორც ქრისტიანული ღირებულებიდან პროტესტანტული, ასევე დემოკრატიული და დღევანდელი ხელისუფლება, როგორც თქვა, გინდა ერთი მხრიდან, გინდა მეორე მხრიდან და არაფრის გაკეთებას არ აფიქრებს. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო შეკითხვა დასვა ჩვენმა მსმენელმა. მიზეზები რა შეიძლება იყოს, ბატონს რომ ვუსმენდი, მისი აზრით ძირითადი მიზეზი უნდა იყოს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ხომ, რაც არის ქვეყანაში. მართლაც ნუ თუ ეს არის ყოველთვის მიზეზი, თუ აი სად შეიძლება ვეძებოთ ძალადობის მიზეზი? პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რა თქმა უნდა, სოციალური პრობლემები და ეკონომიკური სიდუხჭირე არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც იწვევს ძალადობას, მაგრამ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან მწვავე მიზეზი არის სტერეოტიპები, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, პატრიარქალური ფსიქოლოგია, გარემო, მენტალიტეტი, რომელიც გვაქვს აღზრდა, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტია, რომ მშობელი, რომელიც თავად იყო ძალადობის მსხვერპლი, ასევე ზრდის პოტენციურ ძალადობის მსხვერპლ შვილს და მისი ფსიქოლოგიური განწყობა გადადის მის შვილზე, ასე რომ ეს გამოწვეულია, რა თქმა უნდა, ეკონომიკური და სოციალური პირობები არის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის ასევე. მაგრამ არ უნდა დავიწყოთ სტერეოტიპების, შეხედულებები, მცდარი შესაძლოა რაღაც მომენტში პატრიარქალური, მაგრამ ის გარემო, რომელშიც გაწყვეტინებს მარიამ, მაგრამ ესეც სტერეოტიპი ხომ არ არის, რომ თითქოს ოჯახში ძალადობა და ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობა მხოლოდ ეკონომიკურად შეჭირვებული. ეს მე მგონია ერთ-ერთი სტერეოტიპი, ხომ? ჩვენ კიდევ ერთი მსმენელი ყავს, მოდით მასაც მოვუსმინოთ. მოგესალმებით? გამარჯობა. ესეთი თემა არის, რომ თითქმის აი ბევრ ოჯახს ეხება და მე ჩემი აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ძალადობა ხდება, გინდა ქალის მხრიდან, გინდა კაცის მხრიდან, ეს არ არის სოციალური პრობლემა, ეს არის მისი ფსიქიკური პრობლემა, რომელსაც სურვილი აქვს თუ ძალა შეწევს დაჩაგროს. მე მყავს მეგობარი, დედა არის. მეგობარი ქვია, თორე მე მას მეგობრად არ 4 შვილი გაქცეულია სახლიდან. არის მოძალადე. თავისი შვილების მიმართ? თავისი შვილების მიმართ, დიახ.
და როდესაც ვეუბნოდი, რომ ცოტა რბილად მოეკეცი, ეგ ხამაკლიაო ესე ამბობდა. ანუ მას სიამოვნებდა ეს, რომ მიშვილებს ჩაგრავდა და მე დღემდე ხო ვეძებ გამოსავალს, რომ ამ შვილებს დაიხმარონ. ნუ ერთ მამამ წაიყვანა, მეორე მამისგან ეს ორი შვილი ქუჩაში დადიან ხანსაძინად, რომ დედამისის კვანჭებში არ მოხდნენ. ეს არის მოძალადი ბუნება და ფსიქიკა, მეტი არაფერი. არაფერი სიტუხჭირი არა აქვს ამ ქალს. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან სამწუხარო ამბავი მოვისმინეთ. ამასობაში მოდით ხომ არ უპასუხებთ თუ დავიწყოთ ფონდზე საუბარიც. თქვენ ანუ ფაქტობრივად თქვენ აღნიშნეთ, რომ მიზეზები ძალადობის არ შეიძლება ვეძიოთ მხოლოდ ერთი მიმართულებით. არის ძალიან კომპლექსური. ეხლა მაგალითად როგორც ჩვენი მსმენელი ამბობდა, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება საქმე გქონდეს ძალადობის პიროვნულ ფაქტორებთან, იმიტომ რომ ძალადობის მიზეზები შეიძლება ვეძიოთ როგორც სოციალურში, ასევე პიროვნულში, ანუ ფსიქოლოგიური მიმართულებით ადამიანის. მაგრამ მე მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზზე, რაც ასევე ხშირად ვახდენთ მოძალადი ადამიანების ასევე გარიყვას და სტიგმატიზირებას. აი მაგალითად ეხლა მე დეტალურად რა თქმა უნდა ვერ გავაანალიზებ ამ შემთხვევას, რომელზეც მსმენელი საუბრობდა, მაგრამ ამ ადამიანსაც, რომელიც არის მოძალადე, მასაც ჭირდება მხარდაჭერა. მას ჭირდება, ანუ ჩვენ ყველა ქცევა არის დასწავლადი. ანუ რატომ ვიქცევით ესე, ანუ როგორც ვთქვით, მიზეზები ძალიან კომპლექსურია, მაგრამ თუ მე ესე ვიქცევი, მე როგორც ადამიანს მაქვს იმის უფლება, რომ დამეხმარონ და მქონდეს იმის საშუალება, რომ ვისწავლო როგორ მოვიქცე სხვანაირად და ჩვენ საზოგადოებაში, რომელიც ძირითადად კიდევ ერთხელ პატრიარქალურია, ბევრი სტერეოტიპი არის, ჩვენ ისეთი საზოგადოება ვართ, სადაც ძალადობა ჯერ კიდევ მისაღებია საზოგადოებისთვის, ანუ გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა, ბოლოდროინდელი კვლევა ამბობს, რომ მოსახლეობის უმეტესობისთვის მაინც მისაღებია მაგალითად აღზრდის დროს მკაცრი მეთოდების გამოყენება, ხო? ანუ რეალურად ამ კონტექსტში როცა გვიწევს მუშაობა, შეიძლება ზოგი ადამიანი ისე სჩადიოდეს ძალადობას, რომ ვერც კი იაზრებდეს იმდენად ეს მისი ყოფიერების ნაწილია. და თან ასევე მინდა ხაზი გაუსვა, რომ მოძალადი ადამიანებს სჭირდებათ მხარდაჭერა და სახელმწიფოში უნდა არსებობდეს მათთვის ხელმისაწვდომი ფსიქოსოციალური სერვისები. როდესაც მეგობრის არაფორმალური მხარდაჭერა არ სჭირის, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სპეციალისტები. ხო, მაგრამ ეს ადამიანი უნდა იაზრებდეს მაშინ და აცნობიერებდეს, რომ მოძალადეა და მას სჭირდება რაღაც მხარდაჭერა, ფსიქოლოგის დახმარება. მაგრამ ესეც პროცესია და ამ პროცესში, ანუ ვინ აანთებს სიგნალს, ხან იქნება ეს მეგობარი, ხან სკოლა, სადაც მათ ამ ქალის შვილები სწავლობენ, ექიმი და ასე შემდეგ. ანუ სწორედ ამაზეა საუბარი, როდესაც ნამდვილად, როდესაც სახელმწიფოში ყველა რგოლი და მათ შორის საზოგადოება, ანუ არაფორმალური და ფორმალური სისტემები მაქსიმალურად ცდილობენ აანთონ წითელი. შემდეგ უკვე ეს პროცესი უფრო შედეგებს მოგვიტანს მსგავს ადამიანებთან მაგალითად მუშაობა, ვიდრე რა სიტუაციაში დღეს ჩვენ ვართ, როდესაც ესეთი მომსახურებების ნაკლებობა არის, ხო? ანუ არ ვიცი ამდენ ნათლად ჩამოვაყალიბე. კეთილი, დიდი მადლობა. მოდით ახლა ბატონ ლაშასაც მივცეთ სიტყვა. ბატონ ლაშა, იწება მინდოდა მეკითხა და მსმენელებმა დაარეკეს. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო ფონდზე მოდით ვისაუბროთ, თქვენს მომსახურებებზე, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთ მხარდაჭერის ერთ-ერთ მთავარ სერვისს, მექანიზმზე. ერთს აღნიშნავდი უბრალოდ მსმენელებს შევეხმიანებოდი, ასე ვთქვათ. ოჯახის ძალადობა, ასე ვთქვათ, ცალსახად არ არის მხოლოდ ქალის მიმართ ძალადობა. ეს არის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა. ანუ ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ძალადობის მსხვერპლი ყოფილა როგორც მამაკაცი, ასევე ქალბატონი, ასევე მცირეწლოვანი, ანუ არასრულწლოვანი და ასევე რიგ შემთხვევებში მოხუცი ხანდაზმული ადამიანიც. თუმცა სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ ძირითადად არიან ქალბატონები და არასრულწლოვნები. ყველაზე ასე ვთქვათ მოწყვლადი ჯგუფი, ანუ ყველაზე დაუცველი. ანუ ადამიანი, რომელიც ყველაზე უსაფრთხოდ თავს ნაგზობნეს ოჯახში, ხშირ შემთხვევაში პირიქით ყველაზე, ასე ვთქვათ, საფრთხის შემცველი არის მისი იმ ოჯახში ყოფნა და გაჩერება. რაც შეეხება სახელმწიფო ფონდის სერვისებს,
სახელმწიფო ფონდს აქვს თავშესაფრები, აქვს რამდენი თავშესაფარი აქვს დღეს საქართველოში? ოჯახის ძალადობის მიმართულებით არის 4 თავშესაფარი, ეს არის ქალაქ თბილისში, გორში, ქუთაისში და ბოლოს გაიხსნა ახალი თავშესაფარი სიღნაღის რაიონში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე არ არსებობდა სექტემბრამდე, ასე ვთქვათ, სახელმწიფო კრიზისული ცენტრი და ეხლა ხანს კრიზისული ცენტრი გაიხსნა, რომელსაც რით განსხვავდება თავშესაფრისგან, რას წარმოადგენს ეს? ანუ ასე ვთქვათ, იყო გარკვეული პრობლემური საკითხი ის, რომ ვიდრე ადამიანი თავშესაფრის სერვისებით სარგებლობის უფლება ექნებოდა, მანამდე, ვთქვათ, შეიძლება ყოფილიყო 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, ვიდრე ის სტატუსი მიიღებდა, ამ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო თქვა რაღაც მოცდის ვადა. რაც რიგ შემთხვევაში პრობლემური იყო, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებდა ესა თუ ის შემთხვევა კონკრეტული кейსი. აქედან გამომდინარე, ეს საჭიროება იდგა და წელს 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა კრიზისული ცენტრი. კრიზისულ ცენტრს აქვს 2, ასე ვთქვათ, მიმართულება და ფუნქცია. ერთი, რომ ამ კუთხით ანუ ადამიანი ვიდრე სტატუსს მიიღებს, მანამდე მას შეუძლია განთავსდეს იქ ჩვეულებრივი საცხოვრებელი პირობები არის, უზრუნველყოფილი არის ყოველ მხრივ და მეორე, ასევე აქვს დღის სერვისები. ანუ ადამიანს, ვისაც არ სურს თავშესაფარში ყოფნა და სერვისების მიღება მიღების სურვილი აქვს დისტანციურად, ანუ ის პერიოდულად მივიდეს ფსიქოლოგთან, კონდეს კონსულტაცია, იურისტის დახმარებით, ისარგებლო სოციალური მუშაკის დახმარებით, ან გარკვეული წილად სამედიცინო კუთხით, მას ეს ერთგვარი მორალური მხარდაჭერაც არის ხომ ამ ადამიანის? ხო, იმიტომ რომ თავშესაფარი შედარებით ჩაკეტილი, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად უფრო ესეთი სტრუქტურა არის, ვიდრე კრიზისული ცენტრი. მე მაინტერესებს აი სტატუსის მინიჭებასთან სხერბლის. დიახ, ორი მექანიზმი, ორი ესე ვთქვათ, მაგრამ სმენელი ყავს, მოდით რომ არ ვალუდინოთ, მოვისმინოთ შეკითხვა და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ, ქალბატონებია, მოგესალმებით თქვენთან საუბრობს და აი ქალბატონებია სამ შეკითხვას დავსამოსვლა და შემოწესრიგეთ მანდი ერთი პატარა შეიშვნა მინდა გავაკეთო ენასთან დაკავშირებით და აი ბოლო შევარდნაძეს პერიოდში შემოვიდა ესეთი ტერმინი შეჭირბებული. ალბათ იმიტომ რომ გაჭირვება უფრო შემსუქნეთ ეს იყო და შეჭირბებული სულ სხვანაირად ნიშნავს. შეჭირბებული ეს არის შეწუხებული რაიმე აი ავანტყოფობიდან და ცუდი ამბებით ამას ამბობ შეჭირბოს, თორემ როდესაც ეკონომიურად გასულთვის გაჭირვება, თუმცა დღეს გაჭირვება და შეჭირვება ერთმანეთს გადაეხლართა და შეიძლება ერთმანეთს განმაცალყოთ, მაგრამ მე რა მაინტერესებს აი როდესაც მოვხდა ძალადობაზე, ძალადობის მოძალადის ჩამოყალიბება ხდება და ეს ერთად დამოკიდებული არის სანდა ეს იყოს პატივმოყვარეობა, სიხარბე და ეჭვიანობა, ეს მანქიერებენ და აი ამ მანქიერების ჩასახვა ხდება ადამიანში უშუალოდ პატარაობი ასაკიდან და აი ამასაც თუ მივაქცევდეთ ყურადღებას უფლისმეტყველებზე და აი ბედის როლი და საერთოდ ოჯახის წევრების როლი პატარა ბავშვის აღზრდაში რომ ის არ გახდეს ეჭვიანი, არ იყოს ესე იგი ხარბი და იყოს აი გულკეთილი, გულღია, აი ამაზე თუ მივაქცევდეთ მე ყურადღებას ამაზე გავამახვილებთ ყველა შეიძლება ესეთი ხალხი თავიდანვე უნდა მკურნალობა აი ამ ავანტყოფას და აი მას მივაქციოთ მეტი ყურადღება რომ აი გაჩატარდეს მშობლებისაც ახლა ზაშულზე აი როგორ ავარიდოთ ბავში ეჭვიანობას, როგორ ავარიდოთ ბავში სიხარბეს, კეთილი ერთშვილი ოჯახებში როგორ იზრდება და აი მას მივაქციოთ მეტი ყურადღება. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ისევ ვუბრუნდებით ჩვენ მიზეზის თემას, ხო რა შეიძლება იყოს, საიდან შეიძლება მოდიოდეს ძალადობა. განვაგრძოთ ბატონო ლაშა, ჩვენ სტატუსზე საუბრობდით. დიახ, დავასრულებ მაშინ. ანუ ძირითადად ორი გზა არსებობს, ასე ვთქვათ, ერთი, როდესაც ვთქვათ, ხდება შინაგან სამინისტროს მხრიდან ჩარევა, ანუ მათი მხრიდან, თქვათ, ძალადობის შემთხვევაზე რეაგირება და ამ შემთხვევაში როგორც წესი, ჯერ უქმით გება და უქმის საფუძველზე შემაკავებელი ორდერი გამოიცემა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უნდა დამტკიცდეს სასამართლოს მიერ და ეს უკვე არის პიროვნებას აძლევს იმის სტატუსს, რომ ისარგებლოს ჩვენი სერვისებით, უკვე ან თქვათ, თუ ესაჭიროება თავშესაფარში გადმოყვანა, შეიძლება საპატრულო ეკიპაჟმა თვითონ იმ წამს ყისიერად გადმოიყვანოს თავშესაფარში და მეორე გზა ეს არის
ჯგუფის მიერ სტატუსის მინიჭება, ანუ ეს ჯგუფის მიმართ შემთხვევაში სამუშაო დღის ვადაში ხდება სტატუსის მინიჭება. ანუ ორივე შემთხვევაში უკვე შესაძლებელი არის სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა, ის უფლება კონდეს ნებისმიერ ადამიანს. მოდით მოვუსმინოთ მობილურის რეკავს მსმენელი და რომ არ ვალოდინოთ. მოგესალმებით. მოგესალმებით, მალოთ. არ ვაპირებდი თქვენ შეწუხებას, მაგრამ ეხლა ამ ბოლო წუთებში ფრაზა იყო თქვენიდან, საიდან მოდის ეს ძალადობა. საიდან მოდის მეუღლე დავამრგვალი დიდი ხანია 70 წელი და მოდის სახელმწიფოდან გათამამებული ბავშვები, მამებით არის ოჯახები და მე მთავრობას უყურებს რომ ჩამოთვლა თითები არ მეყოფა ძალადობით თუ სამართალზე ირბინე და ეძიე და მარტო ეს რეალიტია საკმარისი მამის ამბავს რომ დააკლეს შვილი რო არა მამა დააკლეს შვილის ძიებაზე რომ არ გამართლებულიყო ეს რეალური ამბები არ გახმაურებულიყო და ამისანა ძალიან ბევრი დიდებული ხალხი წავიდა შეგან ეს ძალადობა არ არის ამას მოზარდი ადამიანი ხო უყურებს და აქედან და მაგის აღმოფხვრა შეუძლებელია მე მაგალითად პირადად ქალი ვიყავი მოხუცი და მარტო ერთი ასე რო იყო სახელში შეცვლილი გაწვალებენ და არც სახელი იყო ჩემი აქტში რო შეადგენეს არც გვარი იყო არც 10 სიტყვი იყო რომელიც მე არ მეყებოდა მაინც დამაჭერეს ეთილი ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გასაგებია თქვენი აზრი ქალბატონი როგორც ამბობს აი სახელმწიფოსგანაც კი შეიძლება მოდიოდეს ძალადობა სავსებით ლოგიკურ ამას ამბობს იმიტომ რომ ჩვენ ვიცნობთ სისტემის მხრიდან ძალადობის ფორმებსაც ანუ ეს სრულიად ლოგიკური რამ არის სახელმწიფოს ერთ-ერთი ამოცანა არის ის რომ ადამიანზე ორიენტირებული მომსახურებების შექმნას და მაგალითად იმ მომსახურებების მიწოდების პროცესში რომელი მიმართულებითაც ეს არ უნდა იყოს მაქსიმალურად იყოს ადამიანზე ორიენტირებული საერთოდ ჩვენ ვიცით რომ ბიუროკრატია თუ ამას გულისხმობდა ჩვენი მსმენელი არ ვიცი მაგრამ ბიუროკრატია თავისთავად ძალიან მძიმე და ესეთი რთული მექანიზმი არის რომელსაც უჭირს დაინახოს ადამიანი როგორც მთავარი მომსახურების ესე ვთქვათ ამოცანა კეთილი მოდით ახლა ჩვენ რეკომენდაციებზე დავიწყოთ საუბარი თუმცა მე ვიცი რომ თქვენ კიდევ გაქვთ სხვა სიახლეებიც ფონდში მოდით დავასრულოთ დიახ ეს თემა შევკრათ და შემდეგ გადავიდეთ უკვე თქვენს რეკომენდაციებზე სახელმწიფოს მიმართ კი გარკვეულწილად რამოდენიმე კომპონენტზე ვისაუბრეთ სალომემ აღნიშნა სოციალური მუშაკების გადამზადების საკითხი და ძალიან მნიშვნელოვანი არის 257 სოციალური მუშაკი გახდა ასე ვთქვათ სერტიფიცირებული და გარკვეულწილად საკმაოდ ჩახედული ოჯახის ძალადობის მიმართულებით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათ შორის ამ ორკვირიანი კამპანიის ფარგლებში არაერთი ღონისძიება ჩატარდა იგივე საზოგადოების მეტი ინფორმირებულებისათვის მომზადებული იქნა ასე ვთქვათ კლიპი რომელიც უფრო კი გავიდა ტელეეთერში მაგრამ ასევე უფრო მეტ მომდენო წლიდან უფრო ინტენსიურად მოხდება მისი სხვადასხვა ტელეარხების მეშვეობით გაშვება რომ მეტი სიმძაფრე ამ საკითხის მეტი ყურადღება მიაქციოს საზოგადოებამ რომ ეს არ იყოს რაღაც რიგითი ბატონაშე როგორ უნდა დაგიკავშირდეთ ადამიანი ცხელი ხაზის ნომერი შეგიძლიათ გამოაცხადოთ ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი ეს არის 116 006 ეს არის ეგრეთ წოდებული ევრო ნომერი ანუ რომელზეც განხორციელებული ნებისმიერი ზარი არის უფასო ყოველგვარი ოპერატორის გადასახადისაგან თავისუფალი 20 საათიანი არის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ ადამიანებს მაინც აქვს შიში რომ ამ შესახებ ვინმე სხვა ხომ არ გაიგეს რაღაც ანონიმურია ხო აბსოლუტურად ანონიმურია ეს დიახ 116 006 მისი მეშვეობით არა მარტო თქვა ინფორმაციის მიღება შეუძლიათ თქვა ოჯახის ძალადობასთან მიმართებაში არამედ ასევე შეუძლიათ რომ ითხოვონ გარკვეულწილად დახმარება იქ მიიღონ მათ კონსულტაცია ჩვენ კიდევ ამ ცხელი ხაზის მომდენო წლიდან მე უბრალოდ არ გავუსწრებ მონებს კიდევ უფრო განვითარებას შევეცდებით ტექნიკურ დახვეწას და უფრო მეტი თქვათ სხვა ენაზე მოსაუბრი ადამიანებისათვის თქვათ ხელმისაწვდომობის ხაზის კუთხით ასევე გვინდა რომ განავითაროთ
წარმატებები თქვენ საქმიანობაში და ახლა რეკომენდაციები თქვენი აზრი როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო უწყებების მიმართ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით თქვენ წეგან საუბრობდით გადაცემის დასაწყისში რომ სოციალური მუშაკების იქნება თუ პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ ჯანდაცვის ექიმების ეს მონაწილეობა ერთობლივი მუშაობა გამოიღებს შედეგს აი შეგვიძლია ახლა ამაზე ვისაუბროთ და შემდეგ მარიამსაც მოგვს მადლობა მედია ესე იგი ნამდვილად ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ იმისთვის რომ ეფექტურად ვუპასუხოს სახელმწიფომ ძალადობას როგორც პრევენციის ასევე რეაგირების ანუ დაცვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი არის ჯანდაცვის სამსახურის სოციალური სამსახურის და სამართალდაცვის სამსახურის ერთობლივი თანამშრომლობა მე მინდა აღვნიშნო რომ სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგა იმიტომ რომ პროექტი არის მომზადებული ეროვნული რეფერალური მექანიზმის რომელიც ეხება ოჯახში ძალადობას და აი ეს დოკუმენტი მოიაზრებს აი ამ სამ სტრუქტურას შორის თანამშრომლობას მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იქნება ის რომ იმისთვის რომ დოკუმენტები კანონები ცვლილებები რომელსაც პოზიტიურად ვიღებთ პრაქტიკაში განხორციელდეს ამ ადამიანების ერთობლივ თანამშრომლობას უნდა შევუწყოთ ხელი აი მაგალითად კონკრეტულად შემიძლია ვთქვა პირველი ნაბიჯი თუ იყო სოციალური მუშაკების ცალკე გადამზადება და ასევე პოლიციის თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს ცალკე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შემდეგი ნაბიჯი და სასწრაფო და დაუყოვნებლივ გადასადგმელი უნდა იყოს უკვე მათი ერთობლივი სწავლების ხელშეწყობა რეგიონების დონეზე მაგალითად ჯგუფების ისე დაკომპლექტება სადაც ამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთად იქნებიან იმიტომ რომ პრაქტიკოსებს სჭირდებათ გაიცნონ ერთმანეთი ალაპარაკდნენ ერთ ენაზე ეს არის უმნიშვნელოვანესი როდესაც ჩვენ საუბრობთ ძალადობის მსხვერპლებთან თუ მოძალადეებთან მუშაობის დროს როდესაც განსხვავებული მესიჯები არაკოორდინირებული მესიჯები გაიცემა სხვადასხვა მხრივ რა თქმა უნდა კიდევ და კიდევ უფრო მეტად იბნევა ძალადობის მსხვერპლები და მას ასევე სურვილიც კი უქრება რომ ჩვენთან თანამშრომლობა გააგრძელოს და იმისთვის რომ ეფექტურად ვიმუშაოთ მათთან ცნობილი ფაქტია რომ თუ კი მან ჩვენამდე მოაღწია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მისი ნდობა. ანუ ეს მიმართულებით შემიძლია ვთქვა და ნუ კიდევ არ შემიძლია მე რომ არ ვთქვა, უნდა გამოვიყენო კიდევ და კიდევ შესაძლებლობა იმისა, რომ სოციალური სამსახურის რესურსი უნდა გაიზარდოს. სოციალური მუშაკები კიდევ ერთხელ მუშაობენ 30-მდე მიმართულებით და მოკლედ რომ შევაჯამო, ეს არის ბავშვთა დაცვა, ხანდაზმულთა დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა, ეხლა ემატება, ანუ ძალადობის მსხვერპლები, მათ შორის ქალთა დაცვა, ეს არის ძალიან დიდი დატვირთვა. და მე მესმის ის რომ სახელმწიფო კიდევ ერთხელ იაზრებს გარკვეულ ამოცანებს, იმის იმედიც მაქვს რომ ადრე თუ გვიან ჩვენი ქვეყანა შეძლებს შესაბამისი რესურსების მობილიზებას, მაგრამ საქმე არ ითმეს და იმისიც მჯერა რომ დღესაც არსებულ პირობებში ძირითადად სახელმწიფო მოხელეები ხოლმე ბიუჯეტის სიმწირით აპელირებენ, რაც ასევე მესმის, მაგრამ მგონია რომ დღეს არსებულ რეალობაში დღესაც შესაძლებელია გარკვეული გამოწვევების გადაჭრა, თავარია პრიორიტეტი გახდეს ეს საკითხი. ძალიან დიდი მადლობა სალომე და მოდით მარიამს მოვუსმინოთ და მასობაში გადაცემისთვის განკუთვნილი დროს თან იწურება. თქვენი რეკომენდაციები იმისთვის რომ უფრო ეფექტიანად შევაბრძოლოთ მთელი სახელმწიფო ქალთა მიმართ ძალადობას. დიახ, სალომემ როგორც აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემური მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ ძალიან რთულია ხელი დაადო რომელიმე ერთ მიმართულებას, როგორც მიზეზზე, ასევე ძალადობასთან ბრძოლასთან დაკავშირებით. ჩვენი ორგანიზაცია ძალიან დიდი ხანია თანამშრომლობს ეროვნული თავდაცვის აკადემიასთან, თავდაცვის სამინისტროსთან, ზოგადად უსაფრთხოების სექტორთან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვიმუშაოთ თვითონ მსხვერპლზეც, მოძალადესაც, მაგრამ აუცილებელია ვიმუშაოთ სახელმწიფო უწყებებთან, რომ მათ გაიაზრონ რა არის გენდერული ძალადობა, ზოგადად რა არის გენდერული თანასწორობა, რისთვის არის აუცილებელი, რა სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის, რა სარგებელი მოაქვს ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკურ გაძლიერებას, რა მნიშვნელობა აქვს მოწინავე პოზიციებზე ქალთა დაწინაურებას და ასე შემდეგ. ამ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მმართველ ორგანოებში ცნობიერების ამაღლება, რაც თავისთავად წინაპირობა იქნება იმისთვის, რომ არა მხოლოდ ოჯახში ძალადობა
ახალგაზრდობაზე, ზოგადად გენდერულ ძალადობაზე, შევიწროვებაზე ვიმუშაოთ და უფრო ეფექტიანი გავხადოთ. კიდევ მინდა ხაზი გავუსვა კვლავ ისე ცნობიერების ამაღლებას, არა მხოლოდ სახელმწიფო დონეზე, არამედ თვითონ მოსახლეობის დონეზე დაწყებული სკოლის მოსწავლეებიდან, ახალგაზრდების ჩართულობით. ჩვენი ძალიან ბევრი პროექტიდან გამომდინარე, ხედავთ, რომ ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ბევრი ახალგაზრდა, რომელსაც რეალურად შეუძლია გარკვეული ცვლილებების შეტანა, არა მხოლოდ თავის თაობაში, არამედ უფროს თაობაშიც და ზოგადად მიდგომებშიც. ამიტომაც როგორც ჩვენი ორგანიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იქნებოდა ცნობიერების ამაღლება, არა მხოლოდ მოსახლეობისთვის და ოჯახის ძალადობისთვის და ზოგადად გენდერული ძალადობის მსხვერპლებისთვის, არამედ სახელმწიფო უწყებებისთვის და სისტემური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ამოიწურა ჩვენთვის განკუთვნილი დრო, ასე სწრაფად გადის ხოლმე სამწუხაროდ. შევახსენებ ჩვენს მსმენელს, დღეს ჩვენ საუბრობთ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე და ამ თემაზე ჩვენთან სტუდიაში იმყოფებოდნენ ბატონი ლაშა ჯინჯიხაძე, ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის, მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოადგილე და ქალბატონები თქვენც ასე მოგიხსენიებთ სალომე ნამიჭეიშვილი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი და მარიამ წერეთელი ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მობრძანდით ჩემთან, ჩემს გადაცემაში ამ თემაზე სასაუბროთ. სტუდიაში მედია იმერლიშვილი მუშაობდა, უფლება და თავისუფლება. მომდევნო ხუთშაბათამდე გემშვიდობებათ, ნახვამდის. უფლება და თავისუფლება.